და აი როცა მიხვდები რომ იესო დაარსა ეკლესია როგორც თავის მისტიკური სხეული და თავის დაარსებულ ეკლესიაში იძებნება მხოლოდ ეს ადამიანებს ეს ხალხად აშინებს რა სხვაგან არ არის ღმერთი ყველგან არის მაგრამ შენ სად უნდა შეხვდე აი გასაგები რო იყოს ნახეთ თუ არ მოინათლები ვერ შეხვალ სასუფეველოში გეუბნება ქრისტე თუ არ შეჭამ ჩემს სის და ხორცს მე შენში არ შემოვალ შენ ჩემთან არ შემოხვალ სად ხდება ზიარება სად ხდება ნათლობა რა არის ეკლესია შენობას აქვს მნიშვნელობა რაღაცა მისტიკაა ხო რაღაც საიდუმლოება მე დავაარსებ ჩემ ეკლესიას პავლე მოციქული იტყვის რომ ეკლესია არის ქრისტეს საიდუმლო სხეული ეკლესია არის ადამიანთა ერთობა ვინც ქრისტეს სისხლით და ხორცით არიან შეერთებული ერთმანეთთან ეს რა საიდუმლოება რას ნიშნავს ქრისტეს ხორცი და სისხლი ეს არის საიდუმლოება რომელზეც უფალი რო საუბრობს ამ საიდუმლოებაზე ამ საიდუმლოების შესახებ საუბრის გამო მრავალი მოწაფემაც კი დატოვა ეხლა ძალიან ბევრს ქრისტიანად თვლიან თავს და თქვა არ ესმით ეს კაცო ეს პირდაპირ კი არ უნდა გაიგო და გადატრიანთი მნიშვნელობით გაიგო 2000 წელი ამას ეკლესია პირდაპირ გაგებით იგებს იმიტომ რომ სახარებაში ესე წერია პირველი საუკუნის წმინდანები მეორე მესამე მეოთხე თავად მოციქულები სულ ასე აკეთებდნენ პირდაპირ გაგებით და მართლა ღმერთი განიცდება როცა ეს დიახ მართლა განიცდება მართლა შემოგვს საიდუმლოება დიახ ამიტომ აი ეს ქრისტე იძებნება ეკლესიაში ქრისტესთან პიროვნული შეხვედრა ეკლესიაში ამას ჭირდება კიდევ ერთი მისტიკური ნახტომი